ამ წუთებში სფერო ჰოლდინგის დაზარალებულები შეკრებულები არიან მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეიტანენ განცხადებას კანცელარიაში ირაკლი კობახიძის სახელზე, რომლითაც სთხოვენ მას, რომ პირადად ჩაერთოს დაზარალებულების საქმეში და დაეხმაროს სახელმწიფო ამ ადამიანებს საკუთარი თანხების დაბრუნებაში. დაზარალებულები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სფეროს ხელმძღვანელი არის დაკავებული, ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა, მათ ცნობა არ აქვთ საკუთარ თანხებზე და 600 ოჯახი დგას ფაქტობრივად ქუჩაში დარჩენის რისკის წინაშე, ამიტომაც სთხოვენ სახელმწიფოს ჩართულობას, რომ მოახერხონ კუთვნილი თანხების დაბრუნება. ასევე მოთხოვნებს შორისაა დაზარალებულების მხრიდან დამნაშავეთა წრის გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ წულეისკერი არის დაკავებული, სფეროს დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ასევე პასუხი უნდა აგოს ყველა ადამიანმა, ვინც ჩართული იყო მათი მოტყუების სქემაში. ორი მთავარი მოთხოვნა ახლა დღის წესრიგში და სფეროს დაზარალებულები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო არ ჩაერთვება, ვერ მოახერხებენ ისინი საკუთარი თანხების დაბრუნებას, უკვე მიმართავენ პროტესტის სხვა ფორმებსაც. დიახ, ქუჩაში ვიყავით, ორი სტუდენტის დედა ვარ. აი, რამდენი ისა სესხებით, ერთი, ორი სესხი. ამას ემატება მესამე თვეა უკვე ქირას ვიხდი და ორი სტუდენტის დედა ვარ და $28,000 ჩავდები. ქირაოში და რომელიც დღემდე არ პასუხობს, არ გვაძლევთ როგორად ვითხოვთ, როგორ გამოძიებას, როგორად თანხის დაბრუნებას. ერთ-ერთი დამნაშავე თაღლითი გიგა წულეისკერი დაკავებულია, გიორგი მურუსიძეზე გამოცხადებულია ძებნა და იმედია ეს ადამიანი მალე იქნება დაკავებულად ჩამოყვანილი. ვითხოვთ სახელმწიფოსგან, ყველა სტრუქტურისაგან მაღალ ჩართულობას ამ საქმეში, რათა ყველა დაზარალებულებს დაუბრუნდეთ კუთვნილი თანხები. ხალხო აქ საუბარია დაახლოებით 600-მდე ოჯახზე, რომელიც ქუჩაში რჩება, რომელსაც ძალიან დიდი თანხა აქვს ჩადებული და უკვე ვეღარ იხდიან ქირებს. სახელმწიფოს თხოვთ დახმარებას, მოხსნას პირველი პირის პრიორიტეტი ამ ქონებასთან დაკავშირებით, სფერო ინვესტის ქონებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევძლოთ მათი ქონება გავყიდოთ და მივიღოთ ჩვენი თანხები. აგრეთვე ვთხოვთ ბატონ კახიკალაძეს დააპრიორიტეტოს ეს საკითხი, ჩვენი საქმე, იმიტომ რომ დაზარალებულები ვარ და უკვე გაუსაძლიერო მდგომარეობაშია ძალიან ბევრი დაზარალებული. სფერო ჰოლდინგს ყავს ასობით მომჩივანი, ამ დრომდე დაზარალებულები რჩებიან კანცელარიასთან, აგროვებენ ხელმოწერებს და კობახიძის სახელზე შეიტანენ განცხადებას მოთხოვნებით, რომელიც ამ დროისთვის გააჩნიათ. გამოძიების თანახმად სფერო ჰოლდინგმა 200-ზე მეტ მოქალაქესთან გააფორმა ხელშეკრულება და 12 მილიონი მიითვისა. უკანონოდ დაზარალებულები ახლა ელოდებიან სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას, რომ დაიბრუნონ კუთვნილი თანხა.